როგორ გვატყუებენ საკვების მწარმოებლები, ვითომ ჯანსაღი მარკეტინგით და რაღაცა ჯანსაღი წარწერებით, რომ მიაწერენ რომ ეს პროდუქტი ქოლესტერინის გარეშე, მაგალითად იმის გარეშე, ამის გარეშე, მერე მიაწერენ პროდუქტი ომეგა-3-თან, პროდუქტი ქათმის ხორცით და ნახე აქ რა იმალება. უყურე მაგალითად ავიღოთ სოსისზე. სოსის შეიძლება მწარმოებელმა მიაწეროს სოსისი ქათმის ხორცით, მაგრამ ნახე იქ ხრიკი რა არის. თუ 0.1% მაინც შედის იქ ქათმის ხორცი, შეუძლია მიაწეროს, რომ ის არის ქათმის ხორცით. ის ხო არ გიწერს, რომ ეს ქათმის ხორცის სოსისია, გიწერს, რომ ხორცით არის, ანუ ხორცს ცოტას მაინც შეიცავს. დანარჩენი სხვა ყველაფერი მავნებლობაა ამ შემადგენლობაში. სიტყვაზე ამასინათ კიდე რაცა მზესუმზირის ზეთზე წავიკითხე, რომ პროდუქტი ქოლესტერინის გარეშე. რეალურად კიდე ეს ყურს ხვდება კარგად, რომ ისედაც რა უნდა იქ მზესუმზირის ზეთში ქოლესტერი ხო ცხოველური ცხიმია, ასე თქვა და იქ ისედაც ვერ შევიდოდა ვერანაერად. და უბრალოდ ყურს ხვდება კარგად, რომ ის ქათმის ხორცი, სოსისი, ქოლესტერინის გარეშე, ზეთი, რაღაცა შაქრის გარეშე, ამიტომ ნუ მოტყუდებით ხალხო, წაიკითხეთ ინგრედიენტები და არა რაც რაღაცა გარედან დიდი წარწერა, რომელიც აწერია.